Parlamentში განხილვის თემა არა მაგალითად სოციალური საკითხები ან ეკონომიკური პრობლემები, არამედ ბიძინა ივანიშვილის ფული, რომელსაც ის ვერ იბრუნებს დასავლური სანქციების გამო. ქართული ოცნების არაერთ წევრს ვესაუბრეთ დღეს და ისინი ძირითადად აქცენტს აკეთებენ ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც დააკისრა კრედიტ სუის 6,7 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა ბიძინა ივანიშვილისთვის და დასავლელ მოკავშირეებს ადანაშაულებენ რეკეტში, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ ამ ფულს ვერ მიიღებს, ვინაიდან ის არის სანქცირებული. ჩვენ დღეს ასევე მოგვეცა შესაძლებლობა კითხვები დაგვესვა მაგალითად ეკა ჭიჭინაძისთვის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია. მან სწორედ გუშინ გამოაქვეყნა ფოტო ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მას შემდეგ რაც სასამართლო გადაწყვეტილება გამოცხადდა, ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილება. ამ ფოტოზე ჩანან ეკა ჭიჭინაძე, მისი მეუღლე ნიკუშა შენგელაია, ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე და ისინი პოზირებენ თაბორი პარაგრაფის ვერანდაზე. როგორც გითხარით, ეს არის პირველი ფოტო მას შემდეგ რაც ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა და დღეს ჩვენ ვკითხეთ ეკა ჭიჭინაძეს, რა მოლოდინი აქვს ივანიშვილს დაიბრუნებს თუ არა ამ 6,7 მილიონ დოლარს საბოლოოდ, რა პასუხები მივიღეთ ოცნების წევრებისგან, შეგვიძლია ერთად მოვისმინოთ. 7 მილიონ დოლარს როგორ ფიქრობთ? ელოდება ბრიტანულ სანქციებს ის ფული, რაც აქონდა მას საზღვარგარეთ დიდი ნაწილი უკვე შემოტანილი აქვს საქართველოში. როგორ შემოიტანა ივანიშვილმა ეს მისი ქონა? მისი ფულია და სადაც უნდა იქ გადაიხადა გადასახადები. სასამართლომ გაამართლა სოფლიოში ყველა სასამართლომ გაამართლა ეს ადამიანი და თქვა რომ ის არის აბსოლუტურად მართალი თავისი კანონიერი თანხების განკარგვაში. დანარჩენი არის ამ ადამიანზე პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა, რომ ეს ქვეყანა მან დაიცვა და მშვიდობაში შეუნარჩუნა. სანქცირებული არ თუ რაც არის თავარი ის არის რომ არაკანონიერი ქმედებები ხორციელდება მის მიმართ. კითხავთ რა როგორ შემოიტანა ბიძინა ივანიშვილმა ქონება საქართველოში? ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებაზე მინდა რომ ვკითხოთ. აი დაიბრუნებს ის 6,7 მილიონს. სალა განცხადება. ხალე არ მომისვენებოდი. ან ბრიტანულ სასამართლოს deep state-ი არ მართავს? ბრიტანულ სასამართლოს deep state-ი არ მართავს? ბატონო ვიქტორ. ბრიტანეთის სასამართლოზე მინდა გკითხოთ ივანიშვილი გაამართლა. არ მართავს deep state-ი ბრიტანეთის სასამართლოს? როგორც გითხარით, დღეს პარლამენტარები მათ განცხადებებს იწყებენ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ფულზე საუბრით და გამონაკლისი ნამდვილად არ ყოფილა არჩალვა პაპუაშვილი, ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც დასავლელი მოკავშირეები ავაზაკურ რეკეტში დაადანაშაულა ივანიშვილის წინააღმდეგ. მას ძალიან მოსწონს ეს ფრაზა, უკვე რამდენიმე დღე ამ ფრაზას ციტირებს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების წერილიდან და როგორც დღეს შალვა პაპუაშვილმა თქვა, უსამართლო დამოკიდებულებას აჩენენ დასავლელი მოკავშირეები ივანიშვილის წინააღმდეგ, როდესაც მას ფულს არ უბრუნებენ. კვლავ გამიმეორე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მიერ გამოყენებულ შეფასებას, რომ ეს იყო ავაზაკური რეკეტი და ყაჩაღობა დღისით, მზისით შუაგულ ევროპაში, აი ევროპული საფინანსო სტრუქტურების გამოყენებით, რომელიც ასე ამაყობენ ხოლმე მათი რეგულაციებით, გამჭვირვალობით, განსაკუთრებული კანონისადმი მორჩილებით და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ჩამოიშალა, გამოვა რომელიღაც ერთი ბიუროკრატი და ერთი კალმის სტარის მოსმით გადაწყვეტს ამ საკითხს ისე, რომ ვერაფერს ვერ იზრავს ადამიანი, ისე გააქრობენ ადამიანს ეკონომიკური ურთიერთობიდან თვალს არ დაახამხანებენ და შეგახსენებთ რა იყო დასაბუთება ამ შეზღუდვის რუსეთის სასარგებლოდ ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხა. ნუ ეხა ასეთი სისულელე როცა არის ჩაწერილი ამ შეზღუდვაში, ნუ რა თქმა უნდა ეხა და მოსალოდნელი იყო კიდევაც ბაიდენის ადმინისტრაციისგან, რომელიც სრულად არაფორმალური მმართველობის ქვეშ იყო და კალმისტრის ადმინისტრაცია იყო, მოსალოდნელი რა თქმა უნდა იყო, თუმცა ამავე დროს ჩვენთვის ეს რა თქმა უნდა ასევე საზომი არის, რამდენად ხდება გადააზრება იმ მცდარი გადაწყვეტილებებისა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია ქართული ხალხის წინააღმდეგ იღებს. და როგორც ირკვევა, ბიძინა ივანიშვილი ამერიკული სანქციების შემდეგ უკვე ელოდება ბრიტანულ სანქციებსაც და ამ საკითხზე ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ, რომელმაც თქვა, რომ ივანიშვილის ეს მოლოდინი ნამდვილად არის საფუძვლიანი და ივანიშვილს, როგორც თინა ბოკუჩავა ამბობს, ტყვეებით ვაჭრობა დასავლეთთან არ გამოუვა.
ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის მინიჭებული 607 მილიონის მიღების ილუზიაც არ აქვს ბიძინა ივანიშვილს და ეს რეალურად ჩანს იმ განცხადებებში, რომელიც მისმა ადვოკატმა გააკეთა. ანუ უზარმაზარ ფინანსურ გიგანტს ახლა უკვე UBS-ის სახით, რომელმაც გაკოტრებული კრედიტ სუისი იყიდა, გადასახდელი აქვს $1 მილიარდზე მეტი ბიძინა ივანიშვილისთვის, რაც მის იქონების უხეშად რომ ვთქვათ 20%-ია და ის ამ ფულს ვერ იღებს. სინამდვილეში ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბოლომდროინდელი გავეშების რეალური მიზეზი. ახლა სად ატყუებენ მას? რიგ შემთხვევაში არაინფორმირებული და ბეცი, რიგ შემთხვევაში კი გაუბედავი და მხდალი ქოცი ხელქვეითები. მას ატყუებენ, როდესაც ეუბნებიან, რომ ის თუ ცოცხალ ტყვეებს აიყვანს, შესაძლოა დასავლეთი მას დაუჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. სრულიად რეალისტურია, რომ მას დაეწესოს ბრიტანული ფინანსური სანქციები, რაც ყველა რუსმა ოლიგარქმა იცის, რომ ნამდვილი წყევლაა და რომლის გვერდის ავლაშ სრულიად შეუძლებელია თეორიულად რომც მოიხსნას ამერიკული სანქციები. ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ის ამ $1 მილიარდ დაიბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას, უნდა შეწყვიტოს ქვეყნის ჯიჯგნა $1 მილიარდი დასაბრუნებლად. საბოლოო ჯამში სინგაპურის და ბერმუდას სასამართლოების გადაწყვეტილებით კრედიტ სუის ბიძინა ივანიშვილისთვის კომპენსაციის სახით გადასახდელი აქვს დაახლოებით $1.1 მილიარდი, თუმცა ივანიშვილი ამ თანხას ვერ იღებს, ვინაიდან ის შეერთებული შტატების მიერ არის სანქცირებული და ახლა დღეს მთელი ქართული ოცნება ფაქტობრივად ივანიშვილის ფულის მცველად არის გადაქცეული.